რესტორანი საბატონი ორთაჭალაში ვიზიტი ნომერი 2. ხოლო პირველი ვიზიტი იყო წლების წინ, როდესაც სახალხო კონტროლი ესეთი დამწყები გადაცემა იყო, მაგრამ უკვე ძალიან ხმაურიანი. ჩვენ ამ სამზარეულოში ერთხელ ვიყავით უკვე, შენიშვნებიც მივეცით, ოღონდ ადრე ვიყავით. ეხლა სულ სხვა ქალბატონები არიან, მაგრამ პირველი რაც არის, ჩემო ძვირფასებო, არ გიჭირთ, არ ყოფნა, რაღაც აი სუნი და თვალი ცოტა მე ანუ აშკარად გამწოვის პრობლემაა. ჩართულია, მაგრამ პრობლემაა. ცოტა გამწოვს უჭირს. გამწოვს წმინდავენ, მაგრამ კონდენსატს იწყებს აშკარად. აქეთ ვნახოთ, აქეთაც გაწმენდილია, მაგრამ აი ნახეთ კუთხეებში უკვე კონდენსატი იწყება. აი იქ არ წვეთავს, მაგრამ შეხედეთ საიდან მოდის და საწვეთავს. აი შეხედეთ ქალბატონებო, აი ანუ მილები ზევით ნახეთ რა მდგომარეობა. ეს ბოლომდე გაწმენდილი გვაქვს უბრალოდ ეს კი, მაგრამ აი ნახეთ თვითონ გამწოვი არ ატარებს, იმიტომ არის ასე ჭრის. წმენდავთ, უბრალოდ საკვებს ეს არ ეხება არანაირად, იმიტომ რომ სადაც საკვებს ეხება, ეს გაწმენდილი გვაქვს ჩვენ. ამას ხშირად ვწმენდავთ, ოღონდ მართლა, იმიტომ რომ ყოველ 4 დღეში ერთხელ ეს იწმენდება. ჯერა და ვუყურებ კიდევაც რომ წმინდავთ, მაგრამ მე ვამბობ რეალობას ის რომ არის პრობლემა და უბრალოდ კარგი იქნება თუ გაიწმინდა. და ამას აი აქ წვეთას ვერანაირად ვერ დაიცავთ, იმიტომ რომ როდესაც კეთდება, ღუმელს აღებთ, გამოვაქვთ, აი მაშინ რომ დაეწვეთოთ, ეს გაწმენდილი, გაწკრიალებული, ვაღიარებ. მაგრამ მიტო ვამბობ რომ იქ აგაქვთ პრობლემა, რასაც თქვენ ვერ იზამთ. ეს არის სპეციალისტების გასაწმენდი და ერთხელ მოიყვანეთ, გაწმინდეთ და ყველაფერი წესრიგში იქნება. მაცივარი სუფთაა. კი ბატონო, თევზი გაწმენდილია. კი ბატონო, უბრალოდ სუნს დაიყენებს, თორემ მეტი არაფერი არ არის. აქ არაფერი ისეთი პროდუქტი არ დევს, რომ ვადიანობა ჭირდებოდეს საერთი არაჟანია თუ მაწონი და იმას ვადა თავისი აწერია. ეს ეხლა ამ წუთას გავატარე ხორცი და ხორცის მანქანა დაშლილი არის, გასარეცხად გამზადებულია. აქ მაყალია და ძალიან კარგად მესმის, რომ მაყალმა ცოტა სიშავე იცის და ყურადღებას არ ვაქცევ. მოდი ვნახოთ მაცივრებში რა ხდება. ეს ყველაფერი დასტიკერებულია, ყველაფერი წინასწარ თქვენგან ვიცი, თქვენ ახლა ამყოფი ხართ და ვიცი როგორც უნდა მოიქცეთ. კი, მაგრამ აი ესენიც ოღონდ მოვიდეს და ვნახოთ. ესეც გამისუფთავეთ, ხო, კუთხეებიც კი, ეჭვიც არ მეყარება. თერმომეტრი არის და ტემპერატურა ოღონდ ჩაყინული, ანუ კარგი არა უშავს, ყოველ შემთხვევაში დევს და ცდილობენ რომ გააკონტროლონ. უპატია დამზადებული და დამზადების თარიღი არის და შენახვის ვადა დიდია, იმიტომ რომ საყინულეში არის -18-ზე და შენახვის ვადა არის დიდი. აი ეს აქ მარტო მხოლოდ ჭურჭელი ირეცხება. ეს სტილო არ გეკადრებათ. უფრო ხშირად გამოვცვალოთ. ძირითადად უჟანგავი ზედაპირებია და ეს არის ძალიან სწორი, იმიტომ რომ ამის რეცხვა, დეზინფექცია არის ძალიან მარტივი და გასუფთავებულიც არის, ზედაპირები სუფთა არის. ერთადერთი, რასაც ვერ ვეთანხმები და რაზეც აუცილებლად უნდა მივიღოთ ზომები. ეს ნახეთ კილერი, აი სადაც არის, რომელიც მწერებს იზიდავს და იკრავს, სადაც ღია პროცესი მიმდინარეობს, იქ არ უნდა იყოს. სასიამოვნო მისაღებია და მუსიკა ისმის. ჯერ ვიფიქრე, რომ უბრალოდ ჩართულია რაღაცა მუსიკა, მერე მივხვდი, რომ ცოცხლად მღერიან და აი მოდით გადავიღოთ. ტურისტები არიან გიდთან ერთად და გიდი მღერის ქართულ სიმღერებს. ძვილსა და საყვარელს თუ გულით ატარებ მზეს თბილისის მზეს. ფანტასტიკური. ძალიან მომღერალი ხარ. ტურისტები აღფრთოვანებულები არიან. აი რა გითხრათ, ეს არის პატარა დარბაზი, შეგიძლიათ შეათვალიეროთ. ჩვენ ვტოვებთ ამ მუსიკალურ დარბაზს, მუსიკალური პაუზა სუფრაზე და ავდივართ მეორე სართულზე. აი ეს არის მეორე სართულის უკვე დიდი დარბაზი. რა თქმა უნდა, ამ მაგიდეს ახლა არ ვაქცევთ ყურადღებას, იმიტომ რომ აი ეს ლამაზად მაგიდის გადასაფარებელი გადაიფარება და ყველაფერი იქნება ძალიან ლამაზად. ეტყობა რომ დარბაზი ახალი არ არის, მაგრამ ცდილობენ რომ იყოს სუფთად, მოწესრიგებულად, ნამდვილად
მუშაობს აქ დამლაგებელი დამხმარე ქალბატონი, რომელიც აწესრიგებს აქაურობას, აქ ცოცხალი მუსიკაა და ესეთი მუსიკალური საღამოები ტარდება, თუმცა ის რაც ჩვენ ვნახეთ პირველ სართულზე, ეს იყო იმპროვიზირებული კონცერტი, სადაც გიდმა ტურისტებს შეუსრულა ქართული სიმღერა და ძალიან ლამაზი იყო. რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია დამხვდა მახარებს. ეს არის გულღვიძლი, ხო? ქათმის წვადია. ქათმის წვადის მანინრინადია, კი ბატონო. აქ ცოტა კონდენსატი გაქვთ, იმიტომ რომ მაცივარი როდესაც იღება და აქედან გამომდინარე, აი ეს ჰერმეტულად რომ დავახუროთ თავზე, ეს უნდა გთხოვოთ. კი ბატონო. იქ რო ჩაწიკწიკებული გაქვთ სტიკერები, აქ რატო დაგავიწყდათ? ის სტიკერები იყო, ამდიგით გავაკეთეთ და ეს უბრალოდ გამონაგებაში. აი ხა უდამაბნევ თლად. ქალბატონი მიყურებს, იმიტომ რომ ძალიან იშვიათად აი კულერები გაწმენდილია და კაია. ეს მაცივარი მოწესრიგებულია. ნუ ვადები, კაი, რაღაცაზე დავხუჭოთ ეხა თვალი. ეს მაცივარი გასალღობია, ჩემო ძვირფასო, იმიტომ რომ აქ ტემპერატურა. ეხლა მაცივარზე ვიცოდი რომ ამას მეტყოდი. ათუხიზე გამზადებული. სწორედ რა ვიცოდი რომ ამას მოლოდინში ვიყავი. იცით რა მეც როცა ვსაუბრობ, სირად ყლაპავ T100-ს. ამიტომ რომ ეს გრელი ვარ და ალბათ მიჭირს ქართულად საუბარი. მე გურული, კაი, მერე უბრალოდ ეს მაცივარი ყოველ მეორე დღეს თუ არ გავწმინდე, სულ ესეთი მდგომარეობა არის. აი შვილებს ვიცავარ, თუ ეს მე გუშინწინდელი გაწმენდელი არ მქონდეს საღამოს. აი ჩემ ორ შვილს ვიცავარ. ოღონდ მართლა ხელები ამიწევია ამისთვის, შურებს არ დავიფიცებ მაცივრის გულისთვის. კი ბატონო, ეცადეთ, აქ რა არის იცით პრობლემა? ჩემთვის ის კი არ არის პრობლემა, რომ აქ თქვათ რაღაც ყინვა არის. არა, მე გულახდილად აი გეტყვით ახლა. რატო ვაკეთებ ამ შენიშვნას, როდესაც ყინვა არის მოდებული, შესაბამის ტემპერატურას ვერ იჭერს მაცივარი. აი, სუბტატილო, აი ეს არის სუბტატილო და ასეთი ტილოები უნდა გქონდეთ ყველგან. და აი სახში, როდესაც ამოტყდება ჯამი, რას ვაკეთებთ? აქაც იგივე უნდა გავაკეთოთ. გადავაგდებ თარხმად. უეჭველი უნდა გადავაკეთოთ. ხო და მით უმეტეს ოხრად თუ გაქვთ. ეს რა არის? პური? ბლინი. ხო, დიახ. ბლინი ვისია? ვინ აკეთებს? ჩვენ ვამზადებ ბლინს. ეხლა თქვენ გინდათ, მე მითხრათ, რომ ეს არის დღეს 13-ია და აი ეს არის 12 არა გუშინდელი გაკეთებულია. ეს? არა, ვერ დავიჯერებ. ყვილია. რატო გეტყვით? იმიტომ რომ ბლინები ერთ დღეში, აი ამ მდგომარეობაში, აი შეფი მინდა ქალბატონი, ჯერა თქვენ თუ მეტყვით, თვალს დავხუჭავ და ვიტყვი კითხო დაგეთახმებით. ამ შემთხვევაში რა გაინტერესებთ მხარი? ეს არის გუშინ გამზადებული, აი ეს გაყინული. ჩავალაგეთ საყინულში. ორი დღის დამზადებული. всё, ვიცი. აი ზუსტად ვიცი, როგორ გითხრათ? კი ბატონო. მეც ხო თქვენ მასწავლით. მარტო თქვენ კი არ სწავლობთ ჩემგან. მეც სწავლობ თქვენგან. ნახეთ, გაპრიალებული ზეთები და რაც თავარია, წინა შემოსვლის დროს იყო ძალიან ბევრი მწერები. კი ბატონო. აი როგორ იცი? მივდიოდი და მიმყვებოდა. და ეხლა შემოიყვანეთ, აქ ვერაფერს ვერ ნახავთ. ორი ოპერატორის და იმის პროდიუსერის გარდა არავინ და არაფერი არ შემომიყვანია. ხავი მე. ხო კოშმარი იყო. კი, ძალიან. მაგრამ აი ეხლა ხო არის სხვაობა. კი, არის რაღაცაები გასაკეთებელი, მაგრამ რადიკალურად სხვა ობიექტი დამხვდა. გავდივართ საპირფარეშოში და ქალბატონები მუშაობენ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. დაიბანეს და ის იყო. გასაგებია. ხო, არა, ძალიან კარგია რომ აწესრიგებთ, იმედია მაშინაც, როდესაც ჩვენ არა ვართ. და თქვენი სტუმრებისთვის, აი უბრალოდ მინდა რომ შევიხედო და გაჩვენოთ, მართლაც სუფთა მოწესრიგებული საპირფარეშოა. ეს შეფები ბუნებრივია ისხმება, მაგრამ მაინც სარკე არის სუფთა, ნამდვილად წყალი მოდის. არის თხევადი საპონი, კაფია, კი ბატონო. მე მომწონს ის რომ ონკანი არის სუფთა, ინახეთ როგორი სუფთა, ვიზუალურადაც ეთყობა, არის ეთჯერადი. არა, ჯერა. არაფერს არ გიკარგავთ, ვაიმე, რასაც ვხედავთ, ხოლოდ იმას გიჩვენებთ, აი ეს არის საპირფარეშო, სუფთა მოწმენდილი, აი ნახეთ,
დაათვალიერეთ ყველაფერი, რომ გქონდეთ წარმოდგენა, იმიტომ რომ თუ იქნებით საბატონის სტუმარი, უნდა იცოდეთ ყველაფერი. დარბაზი, სამზარეულო, კერძები და რა თქმა უნდა საფირფარეშოც. ყველაფერი უნდა იცოდეთ. მოხარული ვარ, რომ ყველაფერი არის სუფთად და მოწესრიგებული. სამზარეულო თქვენ უკვე ნახეთ, შესაბამისად ჩვენ ვასრულებთ გულუას ქუჩაზე მუშაობას, რესტორანი საბატონი დღევანდელ დღეს არის ასეთი.